ბანერის ჭერის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები უკვე გადაიყვანეს იზოლატორებიდან სასამართლოში. სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს მათი საქმეების განხილვა. ამ ეტაპზე დაკავებული სულ 11-ია, ერთი მოქალაქე გუშინ დააკავეს, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა წინადღით დაკავებულ 10-ს. რომლებსაც ეჭირათ ბანერები 300-იანი უცენზურო შინაარსის სიტყვებით. და გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები ცოტა ხანში გაირკვევა, ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე ზვიად ცეკვავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვახოსანაია გაუშვა ორკვირიან პატიმრობაში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო. მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება, ვისი პროცესები იწყება და რა მოლოდინები აქვს სამოქალაქო აქტივისტებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება საკრებულოსთან დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი. მოსამართლე ცეკვავა და კაპანაძე იქნებიან ის პირები, რომლებიც გადაწყვეტენ რა ტიპის სანქცია გამოიყენონ ახლა პროტესტის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. დღევანდელ სასამართლო სხდომებს დაესწრებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადონ. ისინი მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები დაკავებული არიან თავისუფალი აზრის და პროტესტის გამოხატვის გამო. სწორედ ეს არის ის, რასაც რეჟიმი ახლა ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება, თუმცა ქართულ ოცნებას ეს არ გამოუვა, რადგან წინააღმდეგობა კვლავ ძალიან მასშტაბური იქნება. იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც ბანერიც არ ეჭირათ ხელში და მოყვნენ ხელში, რასაც ქვია მოყვნენ ხელში, იმიტომ რომ ეს ძალიან გამართლებული პრაქტიკაა პოლიციელებში, რომ რაღაც მომენტში არ მოეწონები სახეზე და მოყვები ხელში და ეს დაიჭერეს, როგორც არის მაგალითად ბაია დაჭერილი, მე მგონი, ესე ქვია იმ გოგონას, საერთოდ არ ეჭირა ხელში, ლაშად გებუაძე არის ეგრე დაჭერილი, სანდრო არის ეგრე დაჭერილი, ჩემი მეგობრები იამელი თაური, მარიამ მეყანწიშვილი არიან დაჭერილები კითხვის გამო ხალხო. ესე იგი, ამ ქვეყანაში მე თუ დავსვამ რიტორიკულ კითხვას, ვინმე ბიძინაზე არის თუ არა ის რამე, მაგ შემთხვევაში მე ამ კითხვის გამო აუცილებლად თავს ამოვყოფ იზოლატორში, რომელიც არის ჯურღმული, თან რო იდგა ადამიანი და ერთი სიტყვის გამო რომ მიათრევს მთელი სპეცრაზმი, ზუსტად ერთ-ერთში ვნახეთ იგივე კადრი. დაკავეს ორი მოქალაქე, რომელიც საერთოდ არაფერ შემთხვევლობაში არ იყვნენ, აქ უბრალოდ ამ ადამიანს გაკეთეს ისე რომ რეალურად ქართულ ადამიანს აქვს ღირებულება და ღირსებაში მათ დაიცვას ერთმანეთი და განსაკუთრებით მანდილოსთან, რომელსაც ფიზიკურად უსწორდებოდა ერთ-ერთი პოლიციის უფროსი დავით მამაგეიშვილი და ამ ადამიანმა დავით მამაგეიშვილმა ამავდროულად თავსაცდათ მაშინ და ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც ბანერიც არ ეჭირდა და არაფერს არ აკეთა, არც მას იგებდა, ცილა გაწნა. ვინც უფრო აგრესიულია და დაუნდობელია დემონსტრანტების წინააღმდეგ, იმათ წაახალისებს და მერე სადღაც გადასვამენ ხოლმე ანუ საფრთხეების სამსახურში ან სადღაც და უშვებენ ისეთ პენსიაზე. შესაბამისად რეჟიმს უნდა რომ რაღაცნაირად ჩაკლას პროტესტი, არ ისმოდეს ხალხის ხმა და მოქალაქეებს მიერეკებიან სახლებში, მაგრამ ფაქტია რომ არ მუშაობს ეგ ხა. თოშხუა თორნიკე უსამართლოდ ყავდათ 9 თვის განმავლობაში გამოკეტილი ციხეში და გამოვიდა და არსად შეშველს არ აპირებს. თითქოს გამოხატვის თავისობა არის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ხელში არის. და მაგას ვერ მოკლავენ. შეუძლებელია. მე რო ვიძახი ხოლმე საქართველოს არ გახდება რუსეთიო, მაგას გულისხმობ ამ ქვეყანაში ყოველთვის მთავრობის გინება იყო ჩვეულებრივი ამბავი. ჩვეულებრივი კარგი მთავრობაც ყოფილა, მაინც შეგიძლია მაინც აგინებ. ხოლო ვერასოდეს მაგას ვერ ჩაკლავენ. არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი აშხაბადი არ იქნება თბილისის გამორიცხულია. მაგ ბანერს გამოდაიჭერენ, სხვანაირ ბანერს გამოიტან. მილიონი ბანერები გაჩნდა უკვე. ხო და ახლა შეუძლებელია. მაყურებელს შევახსენებ, რომ დაკავებული 10 დემონსტრანტის გარდა გუშინ კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საკრებულოსთან. ეს არის ნოდარ წიწრიაშვილი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა დაკავებულ დემონსტრანტებს, ასე გამოხატა მან თავისი პროტესტი და სათქმელი ქართული ოცნების მისამართით და სიტყვის თავისუფლების იმ ტოტალურ ჩახშობასთან დაკავშირებით, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ საქართველოში ვხედავთ, როგორც გითხარით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება უკვე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები, რაც შეეხება უშუალოდ ნოდარ წიწრიაშვილის საქმეს, რომელიც გუშინ საკრებულოსთან დააკავეს. ის ამ დრომდე გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო დარჩენილი 10 დემონსტრანტის სასამართლო პროცესების დასრულების შემდგომ გავიგებთ, ისინი 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იქნებიან გაშვებული, თუ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ, თუ შეუფარდებენ მათ ჯარიმას.